მოგესალმებით, ჩემო კარგო და კეთილო და ლამაზო მეგობრებო. გთხოვთ რომ აქვე გეტყვით რომ ვიდეო დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ, ჟირინოვსკის დედას შევუყაროთ აქედან ჩვენ ყველა ბედნიერებმა და გავაგრძელოთ ცხოვრება. როგორც მოგესალმებით, გუშინ გითხარით კიდევაც რომ ერთმა ადამიანმა მომწერა რომ რაღაცა კონკრეტული ის დღეს იგივე დღეა და მეორე ვიდეოს წერა. და იქ ეწერა ერთი ეგეთი თემა, მეორე თემა ცოტა ისეთი იყო რა, ყველაფერს რო ქოუჩები ყავსო, მაგაზე ისაუბრა, მაგრამ მაგას კაი გაშლა უნდა და ეხა არ მაქვს დრო, მალე უნდა გავიდე და აქედან გამომდინარე, ამოვარჩიე ეგეთი თემა, მაიცი რომელი თემა ამოვარჩიე? რა მითხრა? მოგზაურობა რამდენად საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცა თვალსწიერი გაიფართო. მე არ მიყვარს მოგზაურობა, თვითონ მომწერა. და შედარებითო რამდენად საჭიროა მოგზაურობა რა. ნახეთ, როდესაც ადამიანი იბადება, აი ხა უყურეთ, ჩვენ დავიბადეთ ქვეყანაში, სადაც მშობლები შვილებს ხანდახან ურტყამდნენ. ძალიან ჩვეულებრივი რაღაც იყო ეს ჩემს პატარაობაში. მე არ მეკცევდნენ ეგრე ჩემ მშობლები, მაგრამ ბევრი ვიცი ჩემს გარშემო, ვისაც ეგრე ეკცევდნენ და ეს მიმაჩნდა ნორმად. იმდენად ნორმად მიმაჩნდა, რომ სადღაც რაღაც ეტაპზე მე რო დავფიქრდე, შეიძლება ჩემ შვილს მე ჩემოვკრა კისერში რა. ანუ მართლა ამას ეგრე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ყველაფერი ნორმად მიმაჩნდა, მანდან გამომდინარე შეიძლება მეც გავაკეთო ეგ ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ბევრი ეგეთი რაღაცა არსებობდა საქართველოში, რომ რაღაცები არის ჩვენ გვაქვს რა, სხვებს არ აქვთ. და როდესაც უცხოეთში მიდიხარ, დაუშვათ სამოგზაუროდ მიდიხარ, თუნდაც არ გინდა, აი უცხოეთიც არ გინდა რა, თუნდაც აი კახელი ხარ და მოგზაურობ სვანეთში. სვანეთში რომ მიდიხარ, სვანებს სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ რაღაცებს. ან თუნდაც აი ყაზბეგში დალევის კულტურა ვაფშე სხვანაირია, კახეთში ვაფშე სხვანაირი კულტურა არის. აი თუნდაც დალევას გულისხმობ რა. როცა შენ რაღაცა ახალს იგებ, ეს ახალი ხო შეიძლება უკვე გაძლევს არჩევანის თავისუფლებას. ანუ თქვენ გაქვთ თქვენი ტრადიცია, დაუშვათ, რომ აი კახეთში პირველი არ ვიცი, კახეთში სადღეგრძელოები კახური არის ალბათ, მაგრამ პირველი არის მშვიდობა, ღმერთი, რა ვიცი, ხო, როგორც არის, მიყოლებით. აი ყაზბეგში არის მაგალითად, რომ წმინდა გიორგი, პირველ სამს წმინდა გიორგის რო დალევ, ეს ომის წინ იყო რა, რომ წმინდა გიორგის დალევდნენ სამჯერ და მერე ეშვებოდნენ და აღარ სვავდნენ მეტს. ხო, შენ რო გაქვს უკვე ორი ცალი რაღაცა შენი პირადი ტრადიცია გაქვს და სხვა ადამიანების კულტურა გაქვს. სხვა ადამიანების კულტურიდან თუ შენ ჩათვლი რომ ის რაღაც უკეთესია ვიდრე შენი საკუთარი ტრადიცია, ხო შეგიძლია რომ აიღო და გამოიყენო. რაც უკეთეს გახდის შენი აზრით როგორც მინიმუმ. და შენთვის ხომ თავარი ის უნდა იყოს ადამიანისთვის, რომ შენ გახდე უკეთესი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მოგზაურობა ეგეთ რაღაცებში ძალიან გვეხმარება რა. აი თუნდაც ისავიღოთ რა. მონღოლები თავის დროზე რო არ შემოსულიყვნენ ჩვენთან, შეიძლება ხინკალი არ გქონდა. ვიღაცების აზრია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხინკალი მაქამდეც არსებობდა, სამ მონღოლები აქ შემოგვიტევდნენ, იმიტომ რომ იქ მთაში მცხოვრები ხალხი აუცილებლად ის იყვნენ რა, მიუწვდომლები იყვნენ. შანსი არ არის, რომ იქ საჭმელი თავის ცხოდ დაჭირდებოდათ და ყველაზე მეტად რაც კაროჩე. ანუ მე იმას გულისხმობ, რომ მოგზაურობას მოაქვს მსგავსი რაღაცები რა. თუნდაც საკუთარი კერძების გაკეთილი შობილება უკეთესად. ანუ რაღაცას ნახავ, ეხლა ჩვენ მაგალითად აი პამიდორი რო დავამატოთ ხაჭაპურში, ხო? ხო. ხო, ერთი შეხედვით, იმენა სიგიჟე არის, მაგრამ პიცაა. ხაჭაპურზე პამიდორი უკვე პიცაა. რა ვიცი. რა გინდათ ის მეგრული ის რო არის, მეგრული სამეფო იმას რო ეძახიან რა, ზევიდან რო ადევს ყველი, ეგეთ პიცის ვერსია არის. ღმერთმა უწყეს იტალიელებმა ეგ ჩვენგან აიღეს და იმათ დაიწყეს, თუ ჩვენით მოვიფიქრეთ და იმათ თავისით, თუ ჩვენ ავიღეთ იმათგან. მაგრამ საბოლოო ჯამში მსგავსი რაღაცის აღმოჩენაში გეხმარება რა მოგზაურობა. აი მაგალითად, რავი რა, ანუ რამდენი ტრადიციაც გინდა. საქართველოში ჩვენ თაობაში ყოველ შემთხვევაში, ჩემს თაობაში 90 2000 არა, 90-95 რა. ეგ ხალხი, აი 96-ს. ეგ ხალხი ცოტა სხვანაირ ნეგატიურ რაღაცებში გავიზარდეთ. ჩვენ რო რაღაც ახალი გვენახა იმ დროშივე. შეიძლება იმ დროიდანვე უფრო სხვანაირად დაგვეწყო ფიქრი და ბევრად უკეთესი ყოფილიყო ჩვენთვის. ვიღაცები ახლა მაგალითად ჩემი კლასელები იყვნენ, მე ვსწავლობდი ვეკუაში რა. და ჩემი კლასელები იყვნენ ყველანი ვიღაცის შვილები. ორი კაცი ვიყავით, ვინც არავის შვილი არ ვიყავით რა, ესე პროსტა ადამიანები ვიყავით, ვარსებობდით რა. ნახალუკელი მე და ის იყო ის ლოტკინელი. თემურ ჩახუნაშვილი, აი უყურებიანი კაცი იყო. და კრაცა მყავდა კიდე ერთი კლასელი, რომელიც არავის შვილი არ იყო. და ეს სამი ადამიანი ვიყავით, არავის შვილები. და შეიყვნენ
სხვათა შორის შოთანიშნიანიძე არის ეგეთი ადამიანი, მწერალი ქართველი, პაემანი ვერაზე აქვს დაწერილი და მისი შვილი იყო. იმ ადამიანს ჩემზე ბევრი ქონდა ნანახი და 14-15 წელს ასაკში. ხო, იმას უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება ჰქონდა, როგორი ყოფილიყო. მე არ მქონდა ეგ არჩევანი, მე ვიცოდი მარტო ის, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებს, უნდა ხეთქო და მოკლა ცემაში. რომ მე შენ სხვებმა არ გადაგიარონ კიდე რა, მე ეგრე ვიცოდი. ვიღაცებმა იცოდნენ სხვანაირად, რომ ვიღაც შეურაცხყოფას თუ გაყენებს, ის არის საწყალი. მეც რო მწოდნოდა ბავშვობაში, ძალიან ბევრ შარს ავირებდი, კიდე ბლედ გადა მოვიშორე, ავირიდებდი თავიდან, მივაგენი. ხო და არ ვქენი კი არა, არ ვიცოდი ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს არ ქონდა შესაძლებლობა, რომ რაღაცა გვემოგზაურო. რომ მე მოგზაურო, ბევრად უფრო ფართე სოფლხედველობა მექნებოდა. ის რაც ახლა მაქვს, ეგ მექნებოდა 14 წელს ასაკში და ძალიან დამეხმარებოდა ეს განვითარებაში. მე პირადად. ყოველ შემთხვევაში ვიღაცები იყვნენ, რომ სხვანაირად იყვნენ. ასევე აი თქვენ თვითონაც ხო იცით თქვენი მეზობლები რა. აი მეზობლები ვისაც ყავთ და მეგობრები რა. და აი ვიღაც ბავშვები ხო იყვნენ, რომ გაცვლითი პროგრამებით დადიოდნენ უცხოეთში. ის ბავშვები ყოველთვის უფრო კარგები იყვნენ მთელ რიგ საკითხებში რა. ანუ სწავლის კუთხით, ადამიანობის კუთხით, ბევრი სხვადასხვა კუთხით. იმის გამო რომ იმათ უფრო მეტი არჩევანი ჰქონდათ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, რომ იდეოლოგია ქონოდათ რა. ანუ მე მაქვს ერთი იდეოლოგია, რომ აი ერთადერთი იდეოლოგია მაქვს, რომ ვიღაცამ თუ შეურაცხყოფა მომაყენა, მე ეს უნდა ვცემო. და უშუალოდ წავედი იტალიაში. იტალიაში შეიძლება იყოს ეგეთი იდეოლოგია, ანუ ეს არ არის რეალობა, მაგრამ წარმოსახვით რეალობა დავხატოთ რა პრობლემა. იტალიაში არის ეგ, რომ ვიღაც შეურაცხყოფას თუ გაყენებს, შენ დასცინი. ხო, ესე დასცინი შენ და არანაირ ნეგატივს არ იტოვებ შენთვის. ხო, აი ხა მე უკვე იტალიაში რომ ნამყოფი ვიყო და ეგ ყველაფერი რომ ვიცოდე, რომ მე იმას ან და სახე გაუნგრიო, ან დავცინო. და აქეთ არის კიდე მესამე. ავიჯი, რაღაცა ის. რომ მე როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, შემიძლია, რა ვიცი, რაღაცა გავაკეთო. დედამის მივწერო, რომ ყლეყავს შვილი. აი, დაუშვათ. და ეს სამი ვერსია, ესეთი ხდება დაუშვათ, რა ვიცი. გერმანიაში ხდება ეს ყველაფერი და ესეთი ისე შეხედულებები არის ყველა ქვეყანაში, ყველა საკითხზე თითქმის არის სხვადასხვანაირი შეხედულება. და ამდენი სხვადასხვანაირი შეხედულება რო არის, თქვენ კარგად უნდა გამოიყენოთ. იმიტომ რომ ავჭი მოგზაურობა არ ღირს იმდენად ძვირი, რამდენად სასიკეთოც არის თქვენი ტვინისთვის და არა მარტო ტვინისთვის, ხასიათისთვის, ბევრი რაღაცისთვის. გულისხმობ იმას, რომ თქვენ ვერ მოძებნით 4000 ლარად ისეთ რაღაცას, რაც თქვენს ეგრე განვითარებთ, როგორც ერთი კვირა სხვა ქვეყანაში ცხოვრებ. ერთი კვირა მაინც რო იყო სხვა ქვეყანაში, თქვენ იქიდან ბევრ რაღაცას ამოყავებთ რა. აი, ქართველები რო ვიძახით, რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ. რა ის სტუმართმოყვარე ერი ვართ, კახეთში ახლა ტაქსისტმა ვიღაცა მოტყნა, აი, ვიღაცა კაცი. თან გააუპატიურა. აი, რა სტუმართმოყვარე, რომელი სტუმართმოყვარე. ის რომელიღაცა მთაში რო მკვლელმა დაჩეხა, ცოლ-ქმარი და გააუპატიურა, ეგ ცალკე ოჯახი. დაჟე, ცოლ-ქმარი კი არა, ოჯახი. ეგეთი ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს. აი ხა საბერძნეთში ჩახვიდე, საბერძნეთში არავინ არც ერთი ტაქსისტი არ მოგტყნავთ. ესე თქვენი ნების გარეშე რა თქმა უნდა. ანუ არავინ არაფერს არ გიზამთ. მე საბერძნეთში ვიყავი, ეგეთი სტუმართმოყვარე ერი მე არ მინახავს. ერთი ადამიანი არ მინახავს, ვინც ისე მიყურებდა რა, ეს ამრეზად. და მე აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ეგრე ვუყურებ, იმიტომ რომ მე არ მეყვარს ის ნაციები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენ ქვეყანაში. მე რასისტი არ ვარ, უბრალოდ მე პატივს არ ვცემ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავის ქვეყანაში ვერაფერს ვერ აღწევენ და გარბიან სხვაგან. აი ინდოეთში რო ხარ და ვერაფერს ვერ მიაღწია, მილიარდ ადამიანში მიდიხარ სადღაც და იქაც ვერაფერს ვერ აღწევ. ანუ აი უყურებ, ჩვენი ქვეყნიდან ვიღაცები რომ მიდიან, ყოველთვის რაღაცას აღწევენ იქ. მაგრამ ვიღაცები არიან, რომ აი სხვა ქვეყნიდან აქ ჩამოდიან და მაგათი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ კურიერები არიან. ხო, როგორ უნდა ვცე პატივი ეგეთ ადამიანებს, მე არ მესმის, რომ საკუთარ სამშობლო გაყიდეს კურიერობაზე ბოზიშვილი ვიყო, ანუ რაზე უნდა ვილაპარაკო. ანუ ვიღაც კი, გასაგებია, რომ ბერძენ ქალებს უვლიდნენ ქართველი ქალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ყველაფერი გრძელვადაში ძალიან მოგებიანი იყო ამ ქალებისთვის. კი, ბევრი რაღაცა ის იყო,
თან ცუდი საქმე არ არის ხარ, რო არ მოგატყუათ, უბრალოდ ცოტა რთული საქმეა. ხო? ხო, ანუ, კაროჩე. ამ კურიერებს 1500 ლარი ხო აქვთ, 2000. 2000 ლარზე არ უნდა გავიყოს. თან ესენი ახლა აქედან აქ თუ ცხოვრობენ, აქ ხომ უნდა ჭამონ. აქედან თუ იქ აგზავნიან რაღაცას, მაშინ მოკვდებიან რაღაც ეტაპს. ხო და მანდან გამომდინარე კაროჩე, წავედი, მაინც იქიდან იქ იმენა, აქედან, იქიდან. მაგრამ ხო ხვდებით რას გულისხმობ რა. ჩემი ლოგიკა შეიძლება ჩემსავე თავს ეწინააღმდეგებოდეს ერთი შეხედეთ, მაგრამ რო დავაკვირდეთ, ზუსტად მიხვდებით რას გულისხმობ. და რასაც გულისხმობ, ეგ არის მთავარი იდეა და აზრი, ჩემი აზრი. ხო და მოგზაურობა ძალიან გიფართოვებთ თვალსაჭიერს. ბევრ ადამიანს იცნობთ ისეც, რომელიც სხვა გარემოებაში გაიზარდა. სხვა გარემოებაში გაზრდა ნიშნავს სრულიად სხვა შეხედულებებს. ამ შეხედულებების მოპარვა შეგიძლიათ უფასოდ, არავინ არაფერს არ გეტყვით. და ეს შეხედულებები, რო არ მოგატყუოთ, ბევრი ძალიან კარგია. იმას ჯობია, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენი შეხედულებები ცოტაც ისეთია, სლაბი. ზუსტი. რაც არ უნდა შეხედულება გქონდეს და გაგვაჩნდეს ქართველ ადამიანებს, ძირითადად ყველაფერი იკარგება იმაში, რომ სიტყვებში არის მხოლოდ და არაფერი იქით არ არის. ჩემი აზრია ეს. კარგად ბრძანდებოდეთ, ახლაც გეტყვით. მე მგონი ძალიან გამექცა ამ ვიდეოში, მაგრამ ეგ არაფერი. მე მინდა რომ კარგად გაიგოთ, რას გულისხმობთ. მე გულისხმობ იმას, რომ როცა შენ ქვეყნიდან მიდიხარ, უნდა ღირდეს ის წასვლა. თუნდაც შენი ოჯახის შენახვის ტრაკი უნდა გქონდეს სხვა ქვეყნიდან შენს ქვეყანაში. ეგ უკვე ღირს წასვლა, როცა შენი ოჯახისთვის აკეთებ მაგ ყველაფერს. უკვე ღირს. შეიძლება ფიქრი. ანუ მაგას გულისხმობ. მაგრამ როდესაც შენ ქვეყანაში ვერაფერს ვერ აკეთებ, მე სხვაგან მიდიხარ და იქაც ვერაფერს ვერ აკეთებ, მაშინ რატომ მიდიხარ? ეგდე რა სახში. და ჭამე შენი სუნიანი ისენი, საჭმელი. ინდოეთზე მაგარი აკრეფილი. კაუჩი, კარგად იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ. იმიტომ აქ აკრეფილი, აქ რო ჩავოვიდა, აქაც ყლებურად იქცევიან და მაგით ტვენი მოიტა. ვიღაცებს საჭმელებს უჭამენ და იმაში. მე ვასებ. ურა რასისტი ბიჭითები ხანდახან. დაიკიდეთ, არა ვარ რასისტი, მართლა არა. მაგრამ ვარ. თუ არა ვარ, არა ვარ.